صالح توكل على الله وين كومبريس اصلا يلا اسماعيل يلا يا شباب كبر وحياة الاجواء BBC-მ დღეს გაავრცელა ექსკლუზიური ვიდეო კადრები, რომელიც გვიჩვენებს პრეზიდენტ ასადის ავიაციის მხრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგებს. მაშველების სახლის ნანგრევებიდან 11 წლის ბავშვის ამოყვანას ცდილობენ. გრძნობა რომ არ დაკარგოს, მაშველები ბიჭს ყურანის ციტირებას თხოვენ. საბოლოოდ მაშველებს 11 წლის აჰმადი ჰოსპიტალში გადაყავთ. ის თავისი ოჯახიდან ერთადერთი გადარჩენილი ადამიანია. Associated Press ავრცელებს ახალ ვიდეო კადრებს ერაყის სამთავრობო ჯარების მიერ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს შენაერთებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ფალუჯადან. ერაყელი სამხედროების განცხადებით ფალუჯას 90% ისლამისტების შენაერთებისგან გაწმენდილია. It's decision day. Will the UK public vote to stay in the European Union or leave in today's defining referendum? დღეს ბრიტანეთის მოქალაქეები ხმას აძლევენ საყოველთაო რეფერენდუმზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის საკითხი. ევროკავშირიდან გამოსვლის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების რიცხვი დაახლოებით თანაბარია და მუდმივად მერყეობს, რის გამოც წინასწარ ძნელია რეფერენდუმის შედეგების განჭვრეტა. ყოველი შემთხვევისთვის ბრიტანეთის მოქალაქეების ნაწილი დოლარს ყიდულობს, რადგან ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში არსებობს ბრიტანული ფუნტის გაუფასურების საფრთხე. Rise up, Democrats. Rise up, Americans. This cannot stand. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში მჯდომარე გაფიცვა დაიწყეს, სადაც ისინი მოითხოვენ სესიის გაგრძელებას მანამდე, სანამ რესპუბლიკელები არ დათანხმდებიან კენჭისყრას იარაღის გაყიდვაზე კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით. Regarding the decorum in the House chamber, the chair appreciates that იარაღზე შეზღუდვების დაწესება კონგრესში კვლავ აქტუალური გახდა ორლანდოში მომხდარი მასიური მკვლელობების შემდეგ. But the chair would hope that the business of the House could be conducted in a fashion that respects positively on the dignity and the decorum of this institution to which we all belong. Of June is on a mission. This is to end the 1000-year argument that since 7 კუნძულ კრეტაზე გრძელდება მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით უნდა შეერბილებინა დაპირისპირება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 14 დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. მართლმადიდებელ ეკლესიათა საბჭოს შეკრებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უთყვება. კრეტის შეხვედრას არ ესწრება 14-დან 4 წარმომადგენლობა, მათ შორის რუსეთის, სირიის, ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიები. However, the Syrian, Bulgarian and Georgian churches cried off at the last minute, citing procedural gripes, the Russians joining them after. This was despite their supposed agreement at a synod in Geneva in January.